მეგობრებო, საერთო გაშლავან შემოგთავაზოთ ახლა ესეთი თემატიკით. მიხართ მისთვის. დღესდღეობით, როცა ეს ვიდეო ამოგივარდათ, რეკომენდაციაში ნახეთ, თუ ისე ნახეთ, ვიდეო მოქმედებს მაშინ, ენერგეტიკა არის მაშინ, ესე იგი და გავიგოთ თუ გაინტერესებთ, მიხართ მისთვის დღესდღეობით, როცა ამ ვიდეოს უყურებთ თქვენი ლაიკები არ დაგეზაროთ, პირადი გაშლები არის რასაკვირველია, უფრო ზუსტი, ეს არის საერთო ენერგეტიკა, სადაც თქვენთან თუ ამოვარდა, სავარაუდოდ უკვე თქვენთვის არის, მაგრამ მაინც რომ გავიგოთ, რამდენად შეიძლება, რა პროცენტებით შეიძლება თქვენზე იყოს ეს გაშლა, პატარა იდენტიფიკაცია ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ. მიხართ დღესდღეობით თქვენ, როცა ამ გაშლას უყურებთ, რა ენერგიებში ხართ? მალეორიან შესლი, 4-იან შესლი. შეიძლება ჰაერისტიქიას წარმოადგენდეთ, ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით ხოლმე ჰოროსკოპებს, ეს შეიძლება უბრალოდ იყოს თქვენი მენტალური მდგომარეობა, რომელიც რაღაცა ერთგვარი ლაბირინთიდან გამოსავალი იპოვეთ, რაღაცა გაგინათ და რაღაცა მივხვდი. აი ეს არის. ესეთ მდგომარეობაში ხართ, აი გამოსავალი იპოვეთ და თითქოს რაღაცა გულიდან დიდი ლოდი დამბურცგლა გადაგივიდათ, აი დარდის ერთგვარი, აი გამძიმებდათ რაღაცა სიტუაცია და აი ახლა აი ამ ტუს ხმალით, აი ესე ჰაერში კამარა შეკარით, ამის სიტყვის თქმა მინდა და ვიძახი კიდევაც, ასე მომდის სიტყვები რომ გითხრათ და არ შევიკავებ ხოლმე თავს, როცა რამე მომდის ინფორმატიულად და ჰეიტერებს სალამი, რასაც მინდა და რამდენსაც მინდა იმდეს ვისაუბრებ, მეგობრებო, ჰეიტერებს მიმართ ამ შემთხვევაში, თუ არ მიგწონთ ასკრებთ, თუ არა და ნეგატივის და ცუდი კომენტარების ავტორები დაიბლოკებით სამუდამოდ ჩემ YouTube გვერდზეც, ასევე TikTok გვერდზეც. მე გაგაფრთხილეთ და ჩემ თქვენიც. მოკლედ რაღაცა კამარა შეკარით ცაში, ძალიან თავისუფლად გრძნობთ ახლა თავს, შეიძლება რაღაცა ჯაჭვებში იყავით, ვიღაცაზე მიჯაჭვული იყავით, ერთგვარად მარწუხებში გრძნობდით ურთიერთობაში თავს და აი რაღაცა გბოჭავდათ რაღაცნაირად, ისე ვერ იყავით, ვერ გრძნობდით თქვენ თავს თავისუფლად. საერთოდ ჰაერისტიკია ძალიან ისეთია დაქრის უყვარს თავისუფლება და შებოჭვა მისთვის არის ერთგვარი ციხე, აი ეს მენტალური შებოჭვა, რომ ვიღაცა რო ეჭვიანობს რაღაცა გამოწმებს, სათხარ როგორ ხარ რაღაცნაირად, აი ეს მდგომარეობა ჰაერისტიკისთვის არის ერთგვარი ციხე და შეიძლება აი ამ მარწუხებისგან თავი ეხსენით, ასე ვთქვათ. მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავისუფლად კი გრძნობთ, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში ხართ თქვენი პარტნიორის. აქ საუბარია რაღაცა ორ არჩევანზე, ან თქვენსა და ვიღაცას შორის არჩევანზე, რომლის პასუხის მოლოდინშიც თქვენ იმყოფებით, აი ამ ადამიანისგან, თქვენი პარტნიორისგან, მაგალითად, ნაწილისთვის დიდი ალბათობით, რომ თქვენზე გაკეთდა ფსონი თუ მეორე პარტნიორზე გაკეთდა ფსონი და თქვენ ამ შემთხვევაში წაგებული დარჩით აი ამ გაურკვეველი თამაშიდან, რაღაცნაირად all-in შეხვედით ამ ურთიერთობაში, all-in ან წერტილი იყოს, ან თუ არის შემსასარგებლოც იყოს. აი ეს ერთგვარი აწონ-დაწონის რეჟიმი და აი შედარება და აი იქაც ვიყო და იქაც ვიყო, თითქოს ყელში ამოგივიდათ და რაღაცნაირად შეიძლება ნაწილმა ასეც იყო, რომ ერთგვარი კითხვა კი არ დაუსვით, რა ქვია მაგ სიტყვას. თქვენი სურვილი გამოთქვით, რომ მოდი ან ჩვენ ვიყოთ, ან გადაწყვიტეთ ჩემსკენ, ან იქეთ, იმიტომ რომ აქეთ და იქეთ ორივე მე არ მაწყობს და არ გვაწყობს სამომავლოდ ურთიერთობაში და ურთიერთობას თუ ვიტყვით, თქვენი ურთიერთობა იყოს სტაბილური, ძალიან კარგად სიხარულის მომცემი, დღესასწაულივით შეხვედრები გქონდათ, სტაბილური ურთიერთობა გქონდათ, სტაბილური, შეიძლება ნაწილისთვის ერთჯერ ქვეშაც ცხოვრობდით, მაგალითად რაღაცა მეუღლის სტატუსში თუ ხართ ერთჯერ ქვეშ, ერთი სახლი, ერთნაირი, ერთი რაღაცა
ოჯახური პასუხისმგებლობების ინაწილებდით თქვენ თავზე, ეს ვინც ოჯახურ კავშირში იყავით, ვინც არ იყავით და მე ასე ვთქვათ, არჩევანის წინაშე დგომი ერთგვარი ჩუმი კანდიდატურა იყავით ამ ადამიანისთვის, ვინც არ აფიშირებდა თქვენზე, თითქოს რაღაცა დასასრულს მიუახლოვდა ეს ეტაპი თქვენ ცხოვრებაში დასრულდა ერთგვარად 21 მაღალი არკანით ეს არის მაღალი არკანი რომელიც გვიჩვენებს რომ ერთი პერიოდი თქვენ ცხოვრებაში აი ეს პერიოდი ეს დღესასწაულები რომელიც გიხარუდათ შეხვედრა და რაღაცა რა დღესასწაული იყო თქვენთვის ერთმანეთის ნახვა, გართობა, ერთად დალევა, გასეირნება, იქ სამოგზაურო წასვლა თუ რა და როგორ ყველა დეტალია ეს საერთო გაშლისთვის, მაგრამ აი ეს მომენტი აღარ გაკმაყოფილებთ და ეს პერიოდი დასრულდა. აი რაღაცა არჩევანი უნდა გაკეთებულიყო. ანიქეთ. ამიტომ თქვენ თავს ერთგვარად მიიჩნევთ თავისუფლად ამ შემთხვევაში. მაქვს შანსები კი არა და ეჭვი რომ ამ შემთხვევაში თქვენზე არ გაკეთდა ფსონი, თქვენზე არ დაიდო ოლინი, ის რაშიც თქვენ ამ თამაშში შეხვედით, ერთგვარი ბჭყალებში თამაში დავარქვათ და ოლინი შეხვედით რომ აი თუ მოვიგებ, ბოლომდე მე მოვიგო თუ არა და თუ წავაგებ. წავაგო და წერტილი დაისვას და თავისუფალი ვიყო, აი ესეთ თავისუფლად ცის კამარაში აფრინდით ახლა. აქედან გამომდინარეც მეძლევა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ თქვენ სასარგებლოდ არ იყო ეს გაკეთებული გადაწყვეტილება მეორე თქვენი პარტნიორისგან, თუმცა მაინც მოლოდინის რეჟიმი არ გტოვებთ. მაინც რაღაცას ელოდებთ, აი კი დაფრინავთ ცაში და კი თავისუფლად ამოისუნთქეთ და ერთგვარი აი შეიძლება სინდისის ლოდი რომელიც გულზე გაწვათ რომ აი რაღაცა ვიღაცისთვის ხინჯი ვარ ცხოვრებაში და ზედმეტი ვარ და თუ ზედმეტი ვარ მოვშორდები, აი ეს ლოდი კი გადაიგორეთ გულიდან, მაგრამ მაინც მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ იქნება და მიხვდეს ადამიანმა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ ვიღაცის სასარგებლოდ და მიხვდეს, გამოიბერტყოს ყურები, ასე ვთქვათ და მიხვდეს რეალურად ვის უყვარდა, ვინ იყო მისი გულშემატკივარი და ვისთან ერთად უნდა იაროს მომავალში, აი მაინც გეხართ და ელოდებით. იმდენი ინფორმაცია წამოვიდა, იდენტიფიკაცია კი არ არის, ეს ყველაფერი უკვე თქვენი დღევანდელი მდგომარეობაა და გავიგოთ მაშინ თემა რა იყო? თემა გავიხსენე, ვინ ხართ მისთვის? გავიგოთ დღესდღეობით როცა ამ ვიდეოს ვიყურებთ, ვინ ხართ მისთვის? რას წარმოადგენთ, ვის წარმოადგენთ? მისი გულის ტკივილი, მისი გულის გამხლეთში, მისი გულში სამი ლახვარი თან გაურჭეთ. ერთი კი არა, სამი აქვს ამ გულს გარჭობილი, სამი ხმალი. ძალიან დიდი გულის ტკივილის მიმცემი, რომელიც მისგან არის ახლა დაკეტილი და ღობე წარმოშვით მასსა და თქვენ შორის ერთგვარად არ მომიახლოვდე, ის თუ გირჩევნია, ის თუ აერჩია და გადაწყვეტილება შენი არის მის სასარგებლოდ და არა ჩემს სასარგებლოდ არ მომიახლოვდე, მაგრამ ადამიანმა იცის რომ ძალიან გაკლიათ ცუდად არ მიიღოთ. გაკლიათ მისი ენერგეტიკა, გაკლიათ ეს ადამიანის სიხარულისთვის, ემოციებისთვის, იმისთვის რომ თავი იგრძნოთ შეყვარებულად და ბედნიერად და კალოდეს ძირში ამოდეს ორიენტაცია. ეს არის გულწრფელი ემოციური ფონი. ვინ ხართ მისთვის? ამაზე კარგი კარტი არ არსებობს. ეს არის რა მხარეც არ უნდა აერჩია ამ ადამიანს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო და ვისაც არ უნდა გაემარჯვა ამ შემთხვევაში იმ ვიღაცა სხვა მხარეს, რომლის თქვენი შეგრძნებით, რომელთან ორთაბრძოლაშიც ერთგვარად ასე ფიქრობთ, რომ დამარცხდით, თქვენ ხართ მისთვის ორიენტაცია. ეს არის გულწრფელი საყვარელი შენი ადამიანი, რომელიც გხიბლავს, გიყვარს, მისი ემოციები გიყვარს მის თვალებში ჩახედვა, გიყვარს ის რომ არაფრის ახსნა არ გჭირდება თვალებში რო ჩახედავ და მიუახლოვდები და მის ხელს დაეჭერ შენ ხელებში, ორივემ ყველაფერი უკვე უთქმელად იცის. ის რომ რაღაცნაირად
არჩევანი და ის რომ ორივე ყოლოდით არ გამოვიდა ამ სიტუაციაში და გამოდის ამ მომენტისთვის ის რომ ადამიანი თქვენთან გატარებულ პერიოდებს იხსენებს ძალიან ნოსტალგიურად და ძალიან ენატრებად თქვენთან გატარებული ყოველი წუთი დამიჯერეთ 6,000-ით ეს არის ძალიან დიდი მონატრება იმ რეჟიმის რომელიც ამ ადამიანთან ჰქონდა ეს არის შენი საყვარელი ადამიანი შენი გულის და სულის და სხეულის მეორე ნახევარი რჩევა თქვენთვის ამ ადამიანთან მიმართებაში ემოციები შეინარჩუნეთ და